კოალიცია ძლიერი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გუშინელ დაკავებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. როგორც ისინი აცხადებენ, გუშინ გვიან ღამით სახლში დაბრუნებისას ელოს წევრები დაკავეს ლაზერის გამოყენების გამო. მათივე თქმით, საქმის წარმოება უკვე დაწყებულია. ელოს ძლიერი საქართველოს წევრების ირაკლი კუპრაძის, ოთარ ფარულავას, ბექა ბერიძიშვილისა და ჯუბა ლოლაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ ღამით გავრცელდა. დაკავებულებმა პოლიციის შენობა გუშინვე დატოვეს. ერთ-ერთი მათგანი ბექა ბერიძიშვილი 2000 ლარით არის დაჯარიმებული. დანარჩენების შემთხვევაში კი საქმის წარმოებაა დაწყებული. ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ლაზერს პარლამენტის შენობაზე ანათებდნენ. უწყვეტი პროტესტის მიასე დღეს, როდესაც ბრუნდებოდით სახლში, ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი და ჩვენ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერები გზაში მოგვიწყეს ჩასაფრება, სპეცოპერაცია, უკანონოდ რეჟიმის მსახურმა პოლიციამ დაგვაპატიმრა და გადაყვანა განყოფილებაში. ჩვენთან ერთად დააპატიმრა ლაზერიც და დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში არ მოგცეს უფლება ადვოკატთან დარეკვისაც კი. ბექა ბერიძიშვილი დააჯარიმეს ლაზერის გამოყენების გამო, ასევე ჩვენ სამს გვაქვს ასევე ლაზერის გამოყენების გამო 2000 ლარიანი ჯარიმები. მეორე საქმის წარმოება დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ გუშინ, ჩემსა და ირაკლი კუპრაძესა და ჯუბა ლოლაძეს წინააღმდეგ. ჩაინიშნება სასამართლოები, მოლოდინი რა თქმა უნდა ამ რეჟიმის მსახურის სასამართლოს პირობებში არ გვაქვს რომ სამართლიანი იქნება, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ სამართლიანად და ვეცდებით რომ ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ იმ გამარჯვებამდე, რომელსაც ქვია ჩვენი ქვეყნის ევროპულ რელსებზე დაბრუნება.